მუხლებს და ბავშვებს რახან შევეხეთ. ერთი ეგეთი გეგმა და იდეა გვაქვს რა. მინდიას იდეაა ჩემი ცოლისმის. ილეთი ბათლი ხო იცი როგორი სტილი იყო? კი ბატონო. ცეკვებში ეჯიბრებოდნენ ძალიან მაგარი პროექტი იყო და ძალიან გამიხარდება თუ დაბრუნდება. თლად მაგდონალდზე არა და არ ვგეგმავთ, მაგრამ აი მაგალითად ყუპის შეჯიბრი ერთად მონაწილეობას ვინიღებენ ან დუბლებში არის, ან ჯერ არ არის არც ერთ იმაში, მაგრამ თავის დამკვიდრება უნდა და სადღაც მოხვედრა უნდა და გამოჩენა უნდა, ხო ხვდები? კონკრეტულად ან ერთ რაღაცეებზე რა, აი ცერზე, მუხლზე, იმას სხვადასხვა რაღაცეებზე, რამდენად იქნება შენთვის მოსაწონი და რამდენად მიიღებ მონაწილეობას, აი მაგალითად ჟიურის კუთხით რომ მიიღო ამაში მონაწილეობა. თუ იქნება მსგავსი პროექტი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. ეს არ იქნება ხა შეჯიბრი, ცოტა ისეთი, ის არის რა ქვია. რა თქმა უნდა, რაღაცა კონკურსი შეჯიბრი არის ბევრის გასწავლის. ანუ შეჯიბრთან ერთად ეს ყველაფერი იქნება კომუნიკაციის საშუალება. ეგ არის ძალიან დიდი. იქ ხა მონაწილეები, ვისაც იქნებიან, მისცემს საჭირო დარიგებას ადამიანს, საჭირო მიმართულება, შეიძლება შენმა ერთმა სიტყვამ ბევრი რამ შეცვალოს მის კარიერაში, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თან ახლა ვიღაცა მაგალითად რომ ტყუპზე და მუხლზე ვაჯიშობს ახლა, იმისთვის შენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და არა მარტო შენი, ახლა რაღაცა ესეთ ვარიანტში ვფიქრობ მე, რომ გაკეთდეს, ჯერ რაღაცა სპოილერს გეუბნებით ახლა მაყურებელს. რომ სიტყვაზე სუხიშვილებიდან, ერისიონიდან, რაღაცა აფხაზეთიდან, რუსთავიდან, რაღაცა ვინც ამ კონკრეტულ მოძრაობას ტრიუგზე მუშაობს, ესე რომ ვთქვა. კი ბატონო, ტრიალოსნები. ტრიალოსნები. იყოთ რაღაცა ის ჟიურის წევრები, რომლებიც შეაფასეთ, მითითებებს მიცემთ, რაღაცა გეთაერთათ სურათებს რო გადაიღებენ, ესეც უკვე დიდი სტიმული იქნება მათთვის და мотиваცია, რომ რაღაცა მეტს მიაღწიონ და არ გაჩერდნენ და ცხოვრებაში რაღაც წინ დაისახონ და გამოგვეხმაურეთ, ხო? სურვილების გამოგვეხმაურეთ, ამ პროექტის დაინტერესებული სასპონსორო შეთავაზებითაც გამოგვეხმაურეთ და თქვენი აზრით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მაყურებელს, რომ დიდი სიამოვნებით და თქვენს გვერდში მიგულეთ ყველა კარგ წამოწყებაში.